რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში, რისი თქმა შეგიძლიათ, პრინციპში ცოტა არ იყოს სტანდარტული სურათია დაკავებულებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს თქვენთვის? ხომ აი დიდია უკვე რიცხვი და დიდი ალბათობით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. და თქვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მოგესალმებით, ეს უკვე რეჟიმის რა ვიცი, შიშია, მეტი არაფერი, ჩვენ ველოდით მაგას და ვერ შეგვაშინებენ ამით. ბრძოლა ისევ და ისევ გაგრძელდება, რა თქმა უნდა. მე მინდა ზვიადს მოვუწოდო აქედან, ზვიად არ ინერვიულო შვილო, ყველაფერი კარგად იქნება. ეშინია რეჟიმს და ეს შიშის ფაქტორია ყველაფერი. მინდა სტუდენტებსაც მიმართო, მშობლებსაც, ნათესავებსაც. ყველა უნდა გავიდეთ თავისუფლებაზე. მე ახლა ბათუმში ვარ, რადგან ცოტა პრობლემები მაქვს და რამოდენიმე დღეში ჩამოვარ. არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ ვართ დედები, მამები, მშობლები, ასე რომ ვისაც ეშინია, ძალასაც ის იყენებს და არაუშავს, ჩვენ მაგით ვერ გავწყდებით, არ გვაქვს უფლება, ჩვენ ქვეყანა, ჩვენი ანგელოზი და ლამაზი ქვეყანა გვყავს დასაცავი და შვილები, დედები, მამები ყველა ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ ვინერვიულოთ და ვიტიროთ, ვიწუწუნოთ. ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გაორმაგებულად. კაპიტან ნარგიზ, რა ვითარებაში მოხდა ბატონ ზურას დაკავება, თუ შეგიძლიათ ამაზე რო გითხრათ, თქვენ თქვით რომ ეხლა ბათუმში ხარ, თბილისში არის ხო ბატონ ზურა, იმიტომ რომ ის ყველა დღე მონაწილეობს პროტესტში, როგორც ცნობილია. რა იცით, ალბათ მოულოდნელი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა, მაგრამ მაინც ზურა გუშინო აქციიდან წამოვიდა, სანამ თავისუფლებაზე მივიდოდა მეტროსთან, დამირეკა, გამორიცხული არ არის ახლაც დამიკავონო, გადაკეტვაზეო. ახალგაზრდა ბავშვები გადავიდნენ და მე როგორ გავჩერდებოდიო სინდისი მაგის უფლებას არ მომცემდაო. ამიტომ მეც გადავედი და ბავშვების გვერდით დავდექიო და რომ მივიდა სახში გაკვირვებული და ესეთი მესიჯი მომწერა, ამეღამ გადავრჩი სავარაუდოდ ხვალ დამიჭერენო. ამიტომ ზურაც ხელიც ელოდა დაჭერას. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. გამორიცხული არ არის რომ რამოდენიმე დღეში უბრალოდ მე ოპერაცია გავიკეთე და ცოტა მოკეთებას ველოდები, თორემ არც იმის მეშინა რომ მალე ზვიადის დედაც დაიჭირონ, ყველაფრისთვის მზად ვართ. ბრძოლა გრძელდება, ბატონო ეგრეთ წოდებულო კობახიძე, ვერ შეგვაშინებთ, ვერ დაგვაშინებთ და აი რაც გინდა ის გააკეთეთ. თქვენ ხართ შეშინებულები და ეგ თქვენ რასაც აკეთებთ, გაკეთებინებთ შიში. ძალიან ნაწყენი ვარ პაპუაშვილი, ნაწყენი რა გაკვირვებული ზვიადს რო ტერორისტი უწოდა. აი მაგაზე აუცილებლად უნდა ვურჩივლოთ. ზვიადი რო არც ტერორისტია, ზვიადი არის სტუდენტი, წესიერი და ნორმალური ადამიანი, ქვეყანა რო უყვარს და ქვეყანაზე დარდობს მათგან განსხვავების. ეს ისე არ ჩაივლის, რომ მაგი არ გავასაჩივროთ. ჯერ მუხლი შეეცვალეს, ვერც დაუმტკიცეს, უხმოვიდო მიიტანეს და რომელიც თავდაცვაზე საუბრობს. 28-ში და 29-ში ზვიადი ბათუმშია. არაფერი არ ქონდათ და მაინც მიუსაჯეს და კიდე ტერორისტი როგორ შეიძლება შვილის ტოლა ბავშვს უწოდო ტერორისტი, ყოველ სამ სიტყვაში ტერორისტს უწოდებს ზვიადს. აი ეს არ უნდა შევარჩინოთ. მე ამაზე უფრო ვწუხარ ახლა, რომ ნამდვილად არ იმსახურებდა ზვიადი ტერორისტი რო უწოდა, აი პარლამენტის თავმჯდომარეა თუ რაცა. მესმის კაპიტან ნარგიზ, პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენი მეუღლე ახლა დაკავებულია, თქვენი შვილი სასჯელს იხდის, მესმის რამდენად რთული შეიძლება იყოს თქვენი ემოციური მდგომარეობა. აი თქვენ რო საუბრობთ, ხშირად იგრძნობა, რომ გიყურებთ ზვიადი და ყველა სიტყვას აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ეხლაც მინდა რომ მოგცეთ შესაძლებლობა, ცხადია და შემდეგ დაგემშვიდობებით, აი რისი თქმა გინდათ. საუბარი იმით დაიწყეთ, რომ ზვიადს არ ენერვიულა, კიდევ რა სიტყვით? აი თავარი ახლა რომ ბიჭებმა არ ენერვიულონ, სოლიდარობა აი ვინცაც იკავებენ და ვისაც დაიკავებენ. თავარი ახლა რომ ჩემმა შვილმა იყოს შვიდად და ასეც იქნება, მაგრამ მინდა რომ ჩემი ხმა გაიგონოს, დედი ხო იცი როგორი ძლიერი მშობლები გყავს, არ ენერვიულო, მამა ამას ელოდებოდა.
რომ მოვკეთდები იმისთვისაც მზად იყავ რომ შესაძლოა დედაშენიც წავიდეს და ეს პრობლემა არ არის, მთავარია ქვეყანა გადავარჩინოთ, ბრძოლა ბოლომდე. ზვიადმა ბევრჯერ მითხრა დედა ქვეყნისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშობლებმაც. ის კი არა, წუხელი ჩემი დედამთილი 98 წლის ქალბატონია და გეხვეწები წამიყვანიო, მეც დავდგედი იქო, მეც გადავკეტავ გზას. თქვენ წარმოიდგინეთ ლამის 90 წლის ზვიადის დებოც მაგას ფიქრობს. ასე რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგვაშინებს. ბრძოლა ბოლომდე. კარგით, მადლობა. დაგემშვიდობებით ქალბატონ ნარგიზ. კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას. ნარგიზ დავითაძე, ზვიად ცეცხლაძის დედა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში ზვიადის ამბების შესახებ.